რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ სპეციალური გამოშვებით თენგის გოგოტიშვილთან. და სანამ დავიწყებ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მოიწონოთ ნებისმიერ პლატფორმაზე ჩვენი პოდკასტი. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ან TikTok-ზე. ბოლშევიკები რომ ბოლშევიკებს დაეტაკდნენ, ეგ ამბები რომ წაიკითხავთ ისტორიაში. ნაციონალ-უკლონისტები რომ ამხილეს და გააგულაგეს, თან დახვრიტეს. ახლა პროჭორვილულ რევოლუციას დაუდგა საკუთარი შვილების ჭამის დრო. სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული. ოღონდ აქ ყველაფერი ტრივიალურია. იდეოლოგიური პლატფორმა რომ მოსაქვთ აქ ამათგან რომ მაგაზე რომ ერთმანეთისთვის დაეწყოთ. მაყუც იყოფენ, ან ვერ იყოფენ. არა, უფრო კონკრეტულად, ბატონი ბორისი დაიღალა ამათვის ფულის გაყოფი და ფონდების ექსპროპრიაცია გამოაცხადა. 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. 1 მილიარდი თქვენს ენაზე რა პრობლემაა? ჩვენს ენაზე 1 მილიარდი კატასტროფაა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-6 მოქალაქე სოციალურ შემწეობაზეა ჩამოკიდული. ერთი კანტორის მოპარული მილიარდი ნამდვილად კატასტროფაა. კატასტროფაა, რომ სახელმწიფომ წამოიწყო 214 პროექტი და ვერ მიიყვანა ბოლომდე 161. თლა ხომ იცით? 161 არის 214-ის 75%. ესე იგი 3-დან 4 ვერ შეასრულა. იყო 4 პროექტი. ვერ შეასრულა ეს, ვერ შეასრულა ეს, ვერ შეასრულა ეს და აბა რა შეასრულა. კანტორას, რომელმაც პროექტების 75%-ში ჩააქოცა, ქვია მუნიციპალური განვითარების ფონდი. თქვენ განვითარებას რას ეძახით საერთოდ? გინ მუნიციპალურს, გინ ურბანულს, გინ ინფრასტრუქტურულს. რა ვითარდება თუ ადგილიდან არ იწვრის? ეგ ნიშნავს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყუილა ჭამდა პურს. ეგ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხრავდა ბიუჯეტს. და ეგ ნიშნავს, რომ არც უფროსი უარგა, არც უმცროსი. და არც სისტემა აქვს, როგორ მიადევნოს თვალი, ანუ ქოცების ენაზე ამონიტორინგოს პროექტების მიმდინარეობა. არც მომკითხავია, არც გამკითხავი. მაყუთი მოიჭრა, თავარი ეგაა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ძალიან ლმობიერი ანგარიშით ბოლო 10 წელიწადში ქოცებმა შეჭამეს 5 მილიარდი ლარი. ლმობიერი იმიტომ, რომ ამ თანხას წყალი არ გაუვა. 1000-ჯერ შემოწმებული, 10,000-ჯერ გადამოწმებულია. 5 მილიარდი. ჩვენი ფული. და რა ქნა პროჭორვილელმა? იმის ნაცვლად, რომ დაეწყო ამის განხილვა, ეყვირა ეგ როგორ მკადრეო გაქცეულიყო სასამართლოში და მოითხოვა ცილისწამებელი სამოქალაქო ორგანიზაციისგან პასუხი ან აკრძალვა, სულ გაჩვდა. არ შეიმჩნია თავისი სამკუთხედი ჭკუით. იმის იმედით, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს არავინ უსმენს. სამაგეროდ ყველა უსმენს ნინო წილოსანს, ყველაზე არაკორუმპირებულ პროჭორვილს, რომელსაც პროჭორვილურმა სასამართლომ ახალმონათული ბავშვი სრულიად ჩამორეცხა 64 მილიონიანი სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდება. მასაც და მის ოჯახსაც. თქვენ რომ კორუფცია და სტრატეგიული საწარმოს მითვისება გეგონათ, ეგ ქვეყნის აღშენებლობა და ბიზნესის აყვავებაა. ასე თქვა სასამართლომ და ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ ეჭვი შევიტანოთ. თანაც მაგის მერე ქალბატონი ნინო დააწინაურა ბატონმა ბორისმა. აგერ თავისი პარლამენტის თუ რაღაცის ვიცე-სპიკერად დანიშნა. და ბატონი ბორისი კორუმპირებულს ხომ არ დააწინაურებდა? სატყავს ბატონ ბორისი კორუმპირებულები გარემოცვაში საერთოდ? ხო, არ ყავს, მაგრამ აბა იმ მინისტრად წოდებულმა ცოხაძემ რაღა დათვალა. ბიუჯეტის ფული დაიხარჯა და საქმე არ გაკეთდაო. ეგ ვინქნა? მოდი მაგ რიცხვებში ჩავიხედოთ. საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ასევე ერთ-ერთ უდიდეს მხარჯველ სახელმწიფო ბიუჯეტისა, წამოუწყია 135 პროექტი. ამათგან დღეისათვის უკვე 122 უცოტა ერთხელ არის ვადაგასული, ანუ 90%. ვინმე მეგზევე, ინჟინერი, პრარაბი ხომ ყავთ ნაცნობი? კითხეთ და გიპასუხებთ, რომ ვადის გადაცილება ნიშნავს არამხოლოდ ხიდის ან გვირაბის ან გზის უფრო გვიან დასრულებას, არამედ ხარჯების ზრდას, რადგან წესით ყოველ ჯერზე თავიდან ხდება ჩასატარებელი ყველა ინსპექცია, შემოწმება, კომისია. რაღაც შეიძლება დასანგრევი გახდეს, რაღაც ასაშენებელი. მოკლედ, ქოცობაა. ქოცობა 135-ვე. ყველა ტენდერის გამარჯვებული. სხვანაირად ხო ბორიასტანში ვერ გაინძრევი. ხო და მე ყველაზე მეტად მაინტერესებს ამ ნაკლული ფულიდან რამდენი წავიდა ამ არჩევნებზე და რამდენი წინაზე. ოფიციალურად როგორც მადლიერი ბიზნესის შემოწირულობა, ან არაოფიციალურად. რამდენი წავიდა ტიტუშკების საქირავებლად, რამდენი ტროლების ქარხნების მოსაწყობად, რამდენი მედიის მოსასყიდად. რამდენი აი ჯიგრების მოსასყიდად თვითონ ოპოზიციურ პარტიებს რომ წამოაყენებინეს თავისი ადგილობრივ თვითმმართველობაში, შემდეგ კი საჯარო თქოს უარი კანდიდატობაზე. რატომღაც ყველა მართველი პარტიის კანდიდატი სასარგებლოდ. პროჭორვილელი ძალიან ამაყობს, რომ არაკორუმპირებულია.
მილიონობით ოქროსა და ქეშს ყოფილ მაგათ პრემიერებს ბალიშებიდან უღებენ და მაინც არა კორუმპირებულები არიან. 4 სართულიან ვილებს იშენებენ აუზებით ვიღა წვრილფეხა ჩინოვნიკები და მაინც არა კორუმპირებულები არიან. ტყეებს უქნიან საკუთარ თავს და მაინც არა კორუმპირებულები არიან. და თუ შენ ვინმე გეუბნება რომ 7, 100 თუ 300 მილიონის მოპარვის გამო არიან კორუმპირებულები, აი ეგ ვინმე უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, აიკრძალოს. საერთაშორისო გამჭვირვალობა, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი, ღია საზოგადოება, რომელიმე ტელევიზია, რომელიმე ჯგუფი გამოცხადდეს Deep State-ის აგენტად, ხალხის მტრად და აღიგავოს ბორიასტანიდან. მოდი ვნახოთ რიცხვები და რეიტინგები, რაშიც პროჭორილს ჯერ ეჭვი არ შეუტანია. კორუფციის აღქმის ინდექსი. და დავიწყოთ საპატიო და საყვარელი 51 ადგილით, რომელსაც ქოცი იკავებდა 2018 წელს. მერე წამოვიდა ქვემოთ და დღეს 53-ია. ხო 73 იქნება, ზეგ 173. იმიტომ რომ სისტემა მიაღწია შიდა დუღილისა და პარვის იმ მასშტაბს, როდესაც რესურსებისთვის ბრძოლაში უკვე ერთმანეთს უშლიან ხელს. ხო და იმას დაიჭერე, ვინც კვებით ჯაჭვში ქვემოთაა, ანუ უფრო სუსტია. როგორ გაჩნდა ევროკავშირის წერილობით მოთხოვნებს შორის მეოთხე მუხლი, კორუფციასთან ბრძოლა. ხო სიტყვის Deep State-მა ჩაგვიდოო, მაგრამ თუ ხართ ვინმე ეგრეთ წოდებული შუაშისტი, აი რო უტყდებათ აღიარება, რომ სიამდვილეში ქოცები არიან, თქვენ მითხარით. და ესიზმრათ იმათ რამე. ევროპის მოთხოვნებს შორის იყო ანტიკორუფციული ბიურო შექმნა, რომელიც ქოცმა მართლა შექმნა და ახლა რას აკეთებს ეს ანტიკორუფციული? კორუფციას კი არ დაძდევს. დაძდევს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც კორუფციას დასდევენ. დაძდევს ხურავს და გზალავს. და მარტო ორგანიზაციებს კი არა, აქტივისტებსაც კი არც ერთ ორგანიზაციასთან რომ არ არიან კავშირში. დაძდევს იმიტომ, რომ ამათ უბრალოდ არ მოსწონ სამკუთხედი ბორიას რუსული რეჟიმი. აი ამათ დაძდევს გმირი რაჟდენა. ხოლო სუპერ ჰიპერ ულტრა კორუმპირებულები, ღარიბაშვილები, ლილუაშვილები, ქარსელაძეები და სხვები ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ჩნდება მათთვის რამე უკანონო ბიზნესის სახეობისა და მისაკუთრების შანსი. გეყორას ჭამე, ახლა ჩემი დროა. ამას ძმავნოდა დანო სახელმწიფოს მიტაცება ქვია. საერთაშორისო ტერმინი ასეთია. ქართულად შეგიძლია თარგმნოთ როგორც ქვეყნის ჯიბეში ჩადება, ან გლეხურად ტრაქში ამოსმა. ერთ კონკრეტულ ტრაქში. 5 მილიარდი, რომელიც როგორც გითხარით, დასტურ არის გამოკლეული, არაა ფული. უბრალოდ ჩვენ რომ ამოგვაცალეს ჯიბიდან და მერე თავად ჩაიდეს. ეს არის ფული, რომელთაც ჩვენ გაგვიმეტეს. იცით რა დაждდებოდა შოვის ხეობაში ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის აპარატურის დამონტაჟება, რომელიც 2023 წელს იმ 33 ადამიანს გადაარჩენდა. უხეშად მილიონი ლარი. მარტივი გამოსათვლელია. 5 მილიარდად ასეთ აპარატურას 5000 ხეობაში დავდგამდით. ანდა საერთოდ რამდენი ხეობაა საქართველოში? 5 მილიარდად ვიყიდით 200 სუპერ თანამედროვე სამაშველო ვერტფრენს. ყველა ამინჩი დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში მომუშავესა და აღჭურვილ სამედიცინო აპარატურით ადამიანების გადასარჩენად. და განა რამდენი ასეთი ვერტფრენი სჭირდება პატარა საქართველოს. ბოლოს და ბოლოს მაგ 5 მილიარდად ვიყიდით 20 ცალ F-35-ს და ჯერ კიდევ გაღვიძებამდე გავაქრობდით რუსის ხსენებას მდინარე ცხინვალშისა და გუდაუთაშიც. მაგრამ არა. ეს ფული დაილექა ბორიას ჯიბეში. ბორიას კი მრავალი ჯიბი აქვს, რომ იცოდეთ. ხატაკიშვილის ჯიბეც მისია და ფარცხალაძე რომანოვისაც. ამიტომ ვერც გამანადგურებლები ვიყიდეთ, ვერც გემები, ვერც რაკეტები, ვერც ვერტფრენები, ვერც ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნები, ვერც კლინიკები, რეანიმობილები, ვერც განგაშის აპარატურა ბუნებრივი კატასტროფების დროს ბავშვების გადასარჩენად. ვერაფერი. სამაგეროდ კარგად გავაძღეთ ეს უწიგნური, უპრინციპო, უსინდისო და ურეზბო მიმხედრი მიხვდება, რასაც ნიშნავს არარაობები. დღეს პროჭორილურ კაბინეტში სულ 13 სამინისტროა. იანვრამდე, ანუ ახლა გამომზეურებული გამომძიების პერიოდში 12 იყო. რაც საჯაროდ ვიცით, რასაც ქეკავენ, ამ 12-დან 5 თავდაცვა, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გარემოსდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო პლუს სუსი, რომელსაც სამინისტრო სტატუსი არ აქვს, მაგრამ კი იცით რა გავლენაც აქვს, ესენი თურმე კორუფციაში ჩაძირულან, ჩამხრჩვალან, დაწყებული მინისტრებით. ოღონდ 13 წელი ამაზე კრინტის დაძვრას ვერ გაბედავდი. ეგრევე შენხდებოდი მოსყიდული იმპერიალიზმის აგენტი Deep State-ის ემისარი და სამშობლოს გამყიდველი. ახლა ამას ყველაფერს ესენი თვითონ გვიყვებიან და წარმოიდგინეთ რაებს არ გვიყვებიან. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი, თუნდაც უფრო მცირე, მაგრამ სახელმწიფო ფონდი არსებობს, რამდენი სამინისტრო, რამდენი დეპარტამენტი, სამმართველო, რა ვიცი, პასუხისმგებელი პირი და რაები აქვს გადანახული შავი დღისთვის პროკურატურას, რაები აქვს სულს და რაები თვითონ იმ კაცს, ვისაც ყველაზე დიდი ჩოთქი უკავია. რაც არ მოგაკლდება სანახაობაა. ის კაცი კარგად გიცნობთ. გამოყრის და გამოყრის კორუმპირებულებს, უფრო ზუსტად შეყრის და შეყრის ციხეში. სანახაობა ხომ ყოველთვის უფრო იაფი უჯდება ვიდრე პური თქვენთვის. 2025 წლის მოდელის კოცი რომ რამეს მიხვდება, საერთოდ არ მაქვს იმედი, მაგრამ ზუსტად ამისთვისაა საჭირო დამოუკიდებელი მედიაცია და სამოქალაქო სექტორის რომ იყვირონ არა მილიარდის, არამედ 100 ლარის მოპარვის შემდეგ და მაშინ იმ მილიარდს ვეღარ მოიპარავენ.
ოღონდ მილიარდს თუ ვეღარ მოიპარავენ, მე ქართულ მოუცნებამ რითი არსებობს. კი აქცია ყველაფერი ცირკად, არჩევნებიც, პარლამენტარიზმიც, პარტიულობაც, მაგრამ უფასო ცირკის ადგინახავთ გენაცვალე. ეს იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავდივით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონური ვაშინგტონში.